ხუდადოვის ტყე, ვარკეთილი, გლდანი, ლისის ტბა. ძველი ისინი არის, რომელსაც აი ხანდაზმულობის ვარდა რო გადის, შემდეგ იქონდა განადგურებას. ვისი ბრძანებით ანადგურებს დოკუმენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფო წესით არჩევნების შემდგომ. აქ ცოტა სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, სხვა რაღაცასთან კი არ პირდაპირ გეუბნებით დანაშაულთან, რომელიც არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში. დამწვარი ასე ამ შეტყობინებების ჟურნალი, რაც ბუნებრივი არ არის სწორი, ასევე ეს ჟურნალი უნდა ინახებოდეს არქივში. მონაწილეობენ თუ არა დოკუმენტების განადგურებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები. ეს ადამიანი, როგორც ვიცი, არის კუდის თანამშრომელი. აბსოლუტურად ყველა აქციაზე მოდიოდა არა ფორმით, არამედ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული. რა მასალები გამოაქვთ და წვავენ ეკას ღულაძის უწყებიდან და რატომ არ აკეთებს სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს. ნახეთ კვირას საღამოს 10 საათზე სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულ კვირის რეპორტაჟში.